ნონამ დედამთილის გამო ოჯახი დაანგრია. ზიადეინა გეხვეწები იქნება გათი შორა ეს დამპალი სიმღერების წნევა მაგაზეული და პლუს სისტემა. რატო ჩემი დაბადება არ მოისპო რომ ამათთან მოვედი ოჯახში? რატო დედა ჩემს არ დაუჯერე რომ ამათთან მოვედი ოჯახში? მე უნდა წავიდე. საით გაგიწევია? ეხლა აღარ შემეწინააღმდეგო ხვიშა მაღლაკელით თორე. ისეს დაგმარტებ რა დედა შეძა დავბატია. ნეტა შენ სად უნდა წახვიდე, ნეტა. დიღო მირვაში მივდივარ საცხოვრებლად, სადაც ჩემი მეგობრები და ამხანაგები ცხოვრობენ, სვეცკები და დახვეწილები. თავი რო შემოგწირეთ თქვენა, ეხლა მივხვდი რომ არ უნდა შემომეწირა. ამ 200 მანეთს ხო ხედავ? გინდა რომ შენი იყოს ეს 200 მანეთი. ხო იცი შენა ჩემი გულის მალამო ხარ, დედა შემს რას აკეთებ? დედა თქვილა არ ლაპარაკობდე რა. ის რო აღარა ვარ ძველი, რო წავიდოდი და უკან მომიყვანდი. შენი გების აზრი აღარ არსებობს. დიღო მირვაში გადავდივარ საცხოვრებლად. ფაი ხალხში, როგორცაც მე ვიმხარ. ხო და არ მჭირდება ისეთი კალი? ვისაც მე არ მჭირდები? არც მე არ ამჭირდება ზაპოიანი ქმარი რო ვერ გადააგდე, რო ვერ გამოწვენი და რო ვერ გამოყვედი. დღედაღამე ბელაია გარიაჩკა გაკ. შენ დაგემართო, სამუდამო ბელაია. წავედი მე დიღო მირვაში. შენ კიდე დარჩი ლოტკინზე და ამოწყდი. ლოტკინზე ხალხო პატარა ელიავაზე სასტიკი ლიკვიდაცია მიმდინარეობს. ისეთი ფასდაკლებებია ერთ-ერთ კონკრეტულ მაღაზიაში ეხლავე უნდა ადგენს და გამოიქცეთ. ყველაფერი იყიდება თავის ფასის თავის ფასში თუ ვიტყვებოდე მე გამისხდეს ეხლა მიწა. ფასებს რო შემხედე მეც არ ვუჯერებდი ჩემ თავს. პირველი ამ ღუმელს ვეცი ვერ ავწიე და შემდეგ ცოტა პატარა ღუმელი ავიღე. ყველაფერს მოვკიდე ხელი რაც კი თვალში მომხვდა და რაც გამახსენდა რომ ჩემ ოჯახს აკლია. ფასზე არც ნერვიულობდი ვიცოდი რომ საბოლოო ჯამში ანგარიში ბევრი არ მოვიდოდა. თამამად ვზიდე, თამამად. ერთი მანქანა როგორ არ მყავს, ერთი მანქანის ფული როგორ ვერ გადავდი და შევაგროვე ხოლმე უბნებოდა ბებია ჩემი გადადე შვილო რა იცი რა შიდაგჭირდესო. გარეთ ესე ვაგროვებდი ნიფთებს და გამქონდა. აქ დანა დავინახე, ვიღაცისთვის მინდა. ისეთი გამწარებული ვარ ჩემგან ყველაფერი ამოწყალოდნელი. შემდეგ ეს დანებიც დავალაგე, შემოვედი და დავინახე სტანოკი. ამაზე ყველი ძეხვი ყველაფერი იჭრება, მაგრამ ეს მინდა ჩემი დამპალი მეზობლისთვის. ჩემ ცხოვრებაში ცხვირს რო ყოფენ ჩემი მეზობლები, მინდა ერთ დღესაც რო შემოყოფენ, ამ სტანოკზე გადავუჭრა ის დამპალი ნესტოები. აღარ ვიცოდი რა მექნა, ყველაფრის გატანა მინდოდა, დავხამდი, ავღორდი და გადავღორდი. ეს საუთოვებელიც წავიღე მის დღემში მატრასზე ვაუთოვებ ჩემ ტანსაცმელებს და მქონდეს. აბა ტეზიო, აბა ფეირიო, აბა აბეცეო, აბა აცედეო, აბა ბეცედეო და ყველაფერი გამოვზიდე. ბოლოს ყველაფერი შევაგროვე ერთად, მაგრამ არ ვიცოდი როგორ წამეღო. არც შემანაცნობებმა გამოიარეს და საბოლოო ჯამში ფეხით წავიღე სახლში ნელ-ნელა, ჯერ ერთი ნივთი, მერე მეორე ნივთი. გებრიელია? კი. ძალიან მიყვარს მეც. გამოიძახი ვიყავს. შეებით არის. რა არის? ანუ ეს ხორცია, ხალაპენიო. ხარც რომელია? ის. აკაა. ის ყველია? ყვითელი. ყვითელი. აკაა. რეკესონი აქვს. აი თითქოს კარტოფილი შეიწვა. თითქოს კარტოფილი რა არის? ეს არის წყალი? სლამამ წყობა ისე. გაზიანი სასმელი. გაზიანი სასმელები აუ როგორ მიყვარს. მართლა ძალიან გიყვარს ხო შენ ეგეთი რაღაცა? კი. ძალიან მიყვარს ის გემუროკაში. კიდე გიმკითხაო? რას გემიგეთ? ანუ ეგ რომ მე მომცე და გიმკითხავდი არ. არა ეგ ნალიქიან ყავაზია ჩემო კარგო, ეს არის ლატე. არა მე ამაზე თვითონ ლატე. ლატე, აუ ლატე ძალიან მაგია. კარგი დღე არის ისი არა? კარგი დღე არის. ზიანი. ზიანი. რო უნდა ადგე და პინგო რო უნდა იყინო და რო უნდა შეჭამო. აი ვისაც კილები არ აქვს, იმისთვის ხომ იხნი? მისწრება. შენთვის ის თინა არ არის? აბა უყურე.
თინა გაგიხმა თავი. აი როგორ მეჯავრება ეგ ქალი რამდენჯერაც გაივლის და გამივლის სულ მგონია რომ ცუდი რაღაც უნდა მოხდეს დღეს ჩემს ცხოვრებაში ცუდი თვალი აქვს ეხ ხო იცი რა საკეთებს პენსიას რო იღებს შვილიშვილებს არაფერს არ ყიდულობს შეახარბე იმიტომ რომ არ უნდა დაძლა twins აყავს ვინც შემოუვიდა ოჯახში და შვილიშვილებზეც გადამტერებულია შეახარბე დაუძახი მაგის შვილიშვილს მოვიდეს ნატა მოდი აბა აი მიდი ბებოსთან უთხარი რომ პინგოს ნაყინი გიყიდოს აღებული აქვს მაგას პენსია მიდი შვილო ეს ბავშვი სუბებია მის საგავს ბებია ელა თეძოები ამათ ისეთი გენეტიკა აქვს თაობიდან თაობაზე გადადი აი რაღაცნაირად 90-იანებში დამაბრუნა სად დაგაბრუნა 90-იანებში რა იცი შენ 90-იანები და კარაქის გემო გამაგებინე მარგარინზე გაზრდილი ვაი მათხოვა რო შენ ადამიანი არ აქვია ვისებლაკავები რა კარაქი ვისებლაკავები წადი და იმასთან იმასკენ იმარიაჟე რაც კი გასინჯე მე ამას არ შეგარჩენ აი დარდები მიდი ფათია დარეცხე მიდი ფათია დაუთოვე ეხლა ნაყინების ხარხანაში დავიწყე უსაუბარ რომ მაგათი ფაშვია მოვაწო არ ვიცი ხალო მევალებმა მაინც დამიბრუნეთ ის ფულები რომ ცოტა ამოვიცინო რა ვიცი გამგები გაიგებს ეხლა რადენს არის ლაპარაკი გამოუშვი ნონა გამოუშვი მომეშალა ნერვები რა ავედი ეხლა მე დისტრიბუციაზე მაქვს გასარიგებელი ნაყინები და გაუშვით რა რამდენი ნაწილად გავიყო აი ისინი ხო ხალხი არ არიან მიდი იქ დაარიგე დისტრიბუცია იქ გამიგე ნაყინები შეიტანე გააჩერე თათი რა გინდა გამიჩერე გეხვეწები რა რა იყო ყურადღება რომ მომაქციო ეს აქ რა გინდა აქ რაღაც გააჩერე მოჯაჭული ვარ შენზე ვერ ვძლებ შენ გარეშე აი შენ არ გაიხარე თავი დამონებე კაცო გეხვეწები გამიჩერე დამაცადე მუშაო გააჩერე ვაი რა გინდა გამაგებინე რა მინდა რა გახდა ერთი გაგეჩერებინა და ჩაგე ხედავ რომ პინგოში დავიწყე მუშაობა რომ შენ ყოველდღე ლოტკინზე არ აგნახო რომ წამოვეთრიო იქიდან ხო და საქმეც მაგაშია პინგოში რომ დაიწყე მუშაობა ელემენტარული ნაყინი არ უნდა მოგეცა ჩემთვის ჩადი არ ჩავალ ნაყინს მოგცემ და ჩადი ჩავალ ერთი წელი აი ცოტა არ გეტყვი ორი ხომ ახლა ქარხანაში მუშაობ დენადება ოთხი არა ოთხი ვერტია სამი ებია ჩემ თათი ორშაბათს გამომიარე ლოკინზე გელოდები ენი დანახვაც არ მინდა ეგდემა იყარხარ გასყდით მულზე აი პინგოს ნაყინი ტრებო ნაირები აი ესე დამჯდები ამ საღამოს და ხან ერთს ავიღებ ხან მეორეს ავიღებ ხან მესამეს ხან ვაი დალი გასყდი გულზე შენ რო ნაყინი არა ქონდა აგე 4-5 მიმავს აჰა გასყდი დალი გასყდი გულზე თე ჩემ ბავშვობაში შენ რო ნაყინი გეჭირა ხოლმე სკვეში რო იჯექი და ჭამდი და მე რო აცრებლებული თვალებით გიყურებდი აი ვერა ვარ ეხლა აწყობილი ცხოვრება არა მაქვს რაფა დამდიბი დიპიდი უნდა მოგნიშნო ერა კაია ხომიდა ბაშე ხომი კარგი არის თურმე ხომი ყოფილა ვენებისთვის ძალიან კარგი განამიყვარს მაგით უჭამ ვენებისთვის ყოფილა ძალიან კარგი შენ არ გივარგა ვენები როგორ არ მივარგა მაგრამ მაინც წინასწარო მეგრელები რატო ჭამენ ხო რატო არიან მეგრელები ძლიერები ხომ ჭამენ ეგეც მართალია ციაკო ფიფია ციაკოს ფიფიეს როგორი აქვს ჯირკვი ვერ წააქცევ იმიტომ რომ ხომზია გაზრდილი ხომზია გაზრდილი თქვენ სულაშულებს გაქვთ ძარღვების პრობლემის დაპყრობით რატო იმიტომ რომ ხომზე არა ვარ გაზრდილი მე ძალიან კაი გენეტიკის ვარ არა გენეტიკა მეც კარგი მაქვს ახლა ვერ გავიგე სულად არ გამიგო მაგრამ ცუდი ხელი გაქვს შენ საჭმელებში ასლაპარაკობ კაცო ჩემი ხელით გავაკეთე და წამოვიღე მაგრამ შენ რაღაც არ გეტყობა რომ ცუდი ხელი მაქვს აბა რატო ჭამ თუ ცუდი ხელი მაქვს არ მინდა რომ გაწყენინო და საჭმელზე უარის თქმა არ შეიძლება ეს რა დამიჯდა იცი რა 40 ლარი 20 დადი რატო დავდებ შენ არ მითხარი ჩემზე იყოს არა გადავიფიქრე 20 ლარი ჩამეში შენ არ გაიქცე საშუალება გვარ არ მაინტერესებს რატო მაიძული მაშინ არა ჭამ მოუყავნა წავიღო
всё დამთავრე კიდე მოშოდია პირად მეც მექნება თათია ფული. არა უშავს უილად ნუ გავჩერდებით ველოდებით ახალ პარტიას სვალი ისე მიყვარყავს არა ჩვენი ეს მაღაზია ადაგრიანი ფეხისთვის გოგონა მოგზანდით პადაგრიანი ფეხი, აჰა. მოგზანდით გინაცვალე დაზომაგა 37 ეს არ წავა არა გაიწევს ხალბატონო გაიწევს ეს ისე კი არა ხო ვიცი ჩემი ფეხის არ გაიწევს არა გაიწევს გენაცვალე ეხლა რა ხო არ გატყუე მომიწერს აი მე და რა პრობლემური ხალი ხასკარი მელაპარაკეთ მე პრობლემებს ეგული გადამიშალეთ აბა ოჯახში როგორ ახარ დედამთილნერებს ხო არ გიშლით უძლებს ხო მეგენი ხო ხალხი არ არია მეგენი ხო თქვენ პრობლემური ბავშვი იყავით თუ არა თავიდანვე პრობლემური ბავშვებისთვის გვაქვს აი ესეთი აი ეს მოდელი აი თანამოსაყიდია და თან კარგი არის რა საშუალო შემოთავაზა 53 აი წვერებთან ერთად რომ გეცოთ თუ აი წვერებზეც წავიდეს თუ წვერზეც გინდათ მაშინ ახლა წვერებზე თუ გინდათ აი ეს არის ისისები არის ძალიან კარგი მოდელია წვერის გარეშე გვაქვს აი ეს თუ პირველი არ ხართ ეხლა მითხართ და მიბზანდით აქ აი ავარჩე დიდი არჩევანია და მაშინ და ჯანმრთელობაში მაშინ მე დაგლოცოთ დაგელოდებით რომელი ზომარი მინდა მითხარი 38 53-ია არ გვაწყობს 53 შვილო მაშინ დავტოვოთ მაღაზია თუ არ გვაწყობს რომ 53 ჩაიცვა რა დავტოვოთ მაღაზია მე იტყვიან რატო გაქვს თათია გაუბედურებული სახეო აი ამიტომ აი გაფინე თეთრები ცალკე შავები ცალკე და ფერთხე და ისე გაფინე თან რა კარგია მე ვინმე მსახურება მე ისთვის გავთხოვდი რომ დაიცვა ჩემი გათხოვება და ჩემი ბედი შენ არ გეუბნები შენ მიდი მიხედე შენ საქმეს შენ მიხედე ო ასინად მიწიზვრა ყოფილა და გაიგეო თათია მიწიზვრა რო იყო რას გავიგებ ისედაც უმარაცნაცებს 80-40-ზე მაგწნება რას გავიგებ მოკლედ შვილო მოგიყვანე ობიექტზე დედა გენასვალოს აი აქ გიშენებ ბინას რა ქნა რახან შენ ცოლთან ერთად ცალკე გინდა ცხოვრება დედიკო შენთან ერთად უნდა გადმოვიდეს უცებ დილით რომ ფაფა მოგიდეს შვილო დედიკომ უნდა გაგიკეთოს ჩემთან ერთად უნდა გადმოვიდე დედა არ გამაგიჟო ცოლი ისთვის მოვიყვანე რომ ცალკე გადმოსულიყავი ზედმეტები ეხლა მომისმინე მოკლედ ტიხარი გაკეთდება ესე აი აქ 7 კვადრატში დაწვევით შენ და შენი ცოლი და აი აქ კედელთან დედიკოს თავი ექნება აქ უცებ რომ გაოფლიანდე ან გადაიხადო შვილო კარები არ ჩაკეტო შიგრიდან უნდა შემოვარდე თავზე უნდა დაგადგე 65 კვადრატში მე დავეგდები რაც იქნება იქ სად უნდა შემომივარდე დედა ცოლთან ერთად უნდა ვიწვე იქნება რა ხდება ენა არ იკხრება სხვანაირად 7 კვადრატი და 65 დედა იმ გოგოსთან ცხენია ძნის ვიღაც გავიცანი რა გინდა 17 წლამდე ხომ აბანავებდი რო გაოფლიანდე სად მიგიხარ შვილო არ მოფლიანა ყოიცი რო გადაიხადო დამაფარებს ცოლი არა ესე იქნება სხვანაირად არ გამოდის დედა ერთოთი აივანზე გავარა კომპანია ალშედადის დირექტორს უნდა დავარეკო მფლობელს მუჰამედს ვინ არის მუჰამედი მფლობელი ამ ყველაფრის რა უნდა უთხრა რეალურად ვიცი რომ არ შეიძლება ჩატიფრო მაგრამ კაი დაურეკე კაი سلام علیکم محمد ماما تولید تسکیل مای حیاتورید تو جسینی فی سبا مت مرابا انوزم جاتی اونو کی تاگول لابا مافیانا მოგუნება ერთი წუთი და ველაპარაკები და სავარაუდოდ ჩატიხრა არ შეიძლებაო მომეცმე და ველაპარაკე გაიცი შენ არაბული მომეცი არიცი არაბული سلام علیکم اخوی یعنی یورید فی سبا متر مربع واحد غرفه عشان زوج زوجة وأنا أجلس في غرفة أخرى قبل من الجدار عشان أراقب كل شيء في مشكلة نو خلاص نو خال جو
ნო ხალას თოკ თვითონ არ გამაგიჟო არაბული საიდან იცი? არანაირი პრობლემა არ არის, გადაიტიხრებაო, ასე რომ 7 კვადრატში შედიხართ. რაგინა განა ბალაბალო რადაგიშავე ვერ გავიგეს და დამეცგებული კაცად ხარ შეიძლება ვიგრძნო თავი 27 წლის მანდა ხელი ხელჩოკიდებულები დავდივართ ქუჩაში აღარ შემიძლია კლასელები დავწინიან დღემდე დავიღალე რა წალი მოვიღალე მეთქი კაცი არ მეთქი კაცად დავდექი მეთქი და დამალე მერა კალაია ბავშვობის მერე არ მიჭამიათ კლაპი. შევიძინეთ კლაპი და ერთად დავაგემოვნოთ.